05. ყოველ ხუთშაბათს 15 საათსა და 10 წუთზე რადიო ჯორჯიან ტაიმსის ეთერში სპორტული ტოქ-შოუს დამატებითი დრო. რადიო ჯორჯიან ტაიმსი FM 92 და 3 ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. შუადღემ მშვიდობისას ვიფასო რადიო მსმენელებო, ფეხბურთის გულშემატკივრებო, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო, ვინაიდან დღეს ერთი კარგი ქართული სერიალის მთავარი გმირის არ იყოს, დიდი დღეა, დიდი და ვეთანხმები სრულად ჩვენს მეგობარ ოთარ ტატიშვილს. მართლაც გამორჩეული და ვფიქრობ 8 ოქტომბერი ისეთი დღე არის, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა ჩვენთვის სასურველია რომ ეს კარგი შედეგი დასრულდეს, ნებისმიერ შემთხვევაში შევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან ასე ვთქვათ, ორი ნაბიჯი რჩება იქამდე რომ მსოფლიოს სანაკრებო ასე ვთქვათ ფორუმზე, ერთ-ერთ გამორჩეულ ფორუმზე, რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია, პირველად ისტორიაში მოხდნენ ჯვაროსნები, ანუ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები და ამ გზაზე რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ამ თემას მიეძღვნება, მიხვდით ალბათ და ვისაუბრებთ ჩემს კოლეგებთან ერთად ლაშა გოდუაძესთან და გიორგი გულბანთან ერთად სპორტულ ჟურნალისტებთან შევაფასებთ არსებულ ვითარებას, ვისაუბრებთ შექმნილ მდგომარეობაზე, იმ შანსებზე თუ რა შანსები აქვს ჩვენს გუნდს, რა თქმა უნდა იმაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ცარიელი ტრიბუნების ასე ვთქვათ აკომპონიმენტის ქვეშ წარიმართება ეს მატჩი და თავარ მწვრთნელსაც შევეხებით, რა თქმა უნდა, რომელსაც ვფიქრობ ამ მომენტისთვის პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ის კონტინგენტი ყავს გამოძახებული, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ურიგო სათამაშო კონდიციებში იმყოფებიან. ლაშა გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით ჩვენს, მოგესალმებით თქვენს მსმენელებს. პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე და მოდი შევაფასოთ ორიოდე სიტყვით დღევანდელი მატჩი, რას ველით, რატომ ველით, რისთვის ველით. გიორგი, შენგან დავიწყებ და შემდეგ ლაშასთან გადავალთ. რა თქმა უნდა ეს მატჩი როგორც თავად უკვე აღნიშნა და ყველასთვის რა თქმა უნდა ესეა უყვარს ფეხბურთი, ერკვევა ნაკლებად მოწონს ზოგადად სპორტის ეს სახეობა თუ საერთოდ სპორტი. მე მგონი ყველასათვის ისტორიული დღეა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი. ფეხბურთი არ არის მარტო სპორტი, არ არის მარტო რაღაცა თქვა გარკვეული ეს წარმატება, ეს არის რაღაც უდიდესი წინსვლა, როგორც ფსიქოლოგიურად ეროვნული მუხტი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ როგორც თავად აღნიშნა, როგორც ყველა ასე ვფიქრობთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე და იმედი გვაქვს და ყველას გვაქვს ასეთი შემართება და ზეგან ლაშამაც ახსენა, რომ ასეთი შემართება იმედია ფეხბურთელებსაც აქვს, რაც მოიტანს იმას, რომ დღევანდელი საღამო დასრულდება დიდი ზეიმით და დიდი გამარჯვებით, რომელსაც უკვე წლებია დამოუკიდებლობის მერე პრაქტიკულად ჩვენ ველით. ლაშა მე თუ მკითხავთ 94-ში მოლდოვის ნაკრებთან რომ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი, იმის შემდეგ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია სტატუსიდან გამომდინარე. მართლა ორი თამაშია დარჩენილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპამდე, გზა არ არის რთული. და ახლა ყველაფერი ფეხბურთელებზეა და თუ გუნდს რაიმეს სურვილი აქვს, რაიმეზე გვაქვს საერთოდ პრეტენზია ასე თქვა. ბატონო ქართულ ფეხბურთს, ქართული ფეხბურთის სახლს თავარ გუნდს. ამაზე ნიეული გზა რა ვერ წარმომიდგენია, სახლში ვთამაშობთ ორივე პრინციპულ შეხვედრას. იმედია ორს, იმიტომ რომ დღეს გამარჯვების გვეიმედება ყველას. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ფეხბურთელები შეძლებენ გამარჯვებას. დაგეთანხმები დავით, რომ ყველა საუკეთესო ვინც არის ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში ვინც არის ვლადიმერ ვაისის განკარგულებაშია და ახლა მხოლოდ მასზე და იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული თუ რა შედეგი დაასრულებენ შეხვედრას. წარმატებები ვიჭებს ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ერთ ცოტა უხერხულ მომენტსაც შევეხები. ეს დიდი სიხარული, რაც ჩვენ ველით და უნდა გაიზიაროს, პირველი არის გულშემატკივარი, ხომ და სამწუხაროა, რომ გულშემატკივარს არ ეძლევა ასეთ მნიშვნელოვან მატჩზე დასწრების საშუალება. აქ არის განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ შეიძლება თქვა გარკვეული კონტინგენტის შეშვება თუ მაინც და მაინც 16000-ზე გააკეთა პრემიერმა აქცენტი. არა ბატონო, რატო 16000, 5000 ყოფილიყო, 3000 ყოფილიყო, რაღაც დისტანცირება ყოფილიყო. UEFA-მ დაუშვა მესამედი. კი, მესამედი დაუშვა, მაგრამ ქვეყნებს სადაც გადავხედე უშვებენ ხომ, იქ არ არის აუცილებლად 30%-მდე ეს კვოტა აწეული, ზოგი თქვა მაქსიმუმი. ხო, შეიძლება შეუშვა 10, მაგრამ უშვებენ 2000 სიტყვაზე 3. ხო, მასპინძელ ქვეყანაზე და რაღაც ამდაგვარი ფიქრობ შეიძლება
იზრდებოდა. ხა გულდასაწყვეტია მართლაც რომ ასეთ მნიშვნელოვანი მატჩი არ იქნება, ფაქტიურად ნეიტრალდება მასპინძლის სტატუსი, ხო, ასეთ შემთხვევაში წარილი ტრიბუნებზე და უადვილდება სტუმარ გუნდს, თუ შეიძლება ესე ითქვას. თამაში, თუმცა ეხა უკვე ამაზე მოთქმა და ლოყები ჩამოხაკვა უკვე. მაინც მგონია რომ თავარი მოედანზე გადაწყდება ეს რა თქმა უნდა, ეგ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი უბრალოდ პატარა კი არ ხანდახან ხშირად დიდი პლუსიც არის ხოლმე, რა თქმა უნდა, სავსე ტრიბუნები და შენი კომაგების მხარდაჭერა ამაზე არც ვკამათობთ ალბათ. მე-12 ფეხბურთელი არ გვეყოლება მოედანზე მოკლედ. შევეცდებით ეხლა ჟურნალისტები შეზღუდული რაოდენობაა დაშვებული დღევანდელ მატჩზე და ვისაც აკრედიტაცია აქვს შევეცდებით გულშემატკივრების მაგირობას გავწიოთ, არა მხოლოდ ჟურნალისტობა დღევანდელ შეხვედრაში. მოდით შემადგენლობაზე გავაგრძელოთ საუბარი და ბოლო დროს ჩატარებული მატჩებსაც გადავხედოთ, ხო? იყო სადღაც ძალიან კარგი მომენტები, იყო გარკვეული გულის წვეტებიც ბოლო ერთ წელს რომ მოუყვეთ თუნდაც და ტრამვები, თქვათ, იქ ვიზეც აქცენტი იყო ხანდახან იმ ფეხბურთელების ვერ გამოძახება ობიექტური მიზეზების გამო, აი გუშინაც ახსენა ვაისმა რომ ჩაკვეტაძე ვერ არის სათანადო კონდიციებში, მას ჯერ კიდე ტრამვა არ მოუშვებია, დღევანდელ მატჩში მის თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა და გამორიცხულია. სამაგეროდ დიდი იმედები გვაქვს კვარაცხელიაზე, რომელიც შეიძლება თავმართულად დაფრინავს რუსეთის ჩემპიონატში, ყაზანის რუბინის შემადგენლობაში. და მე დავუსვი ბოლო კითხვა პრესკონფერენციაზე, სხვა შორის ვლადიმერ ვაისს უთხარი, რომ მეთქი კითხე უпростоრად, რომ მარჯვენა ფრთიდან ათამაშებთ ძირითადად, მეთქი კვარაცხელიას და ამ დროს ბიჭი მარცხენა ფრთიდან საოცრებებს ჭარბის ხომ იქ და ხომარ ჯობდა მეთქი რომ ეხლა მე რა თქმა უნდა თქვენს კომპეტენციაში ვერ ჩავარ, მაგრამ ხომარ ჯობდა ეს ჩაგვებარებინა ეს მისთვის საყვარელი ფრთა და სხვა გაგვეშვა თქვა მარჯვენა ფრთაზე და შემდეგი პასუხი გასცა ვლადიმერ ვაისმა რომ მარცხენა ფრთაზე ძალიან ბევრი ყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ჩეტევის ხაზზე რა თქმა უნდა ლაპაკი, რომლებსაც შეუძლიათ იქ კარგად თამაში, მარჯვენაზე კი დეფიციტი გვაქვს და ამიტომ ავალებ ქუჩას. კი ბატონო, ეს პოზიციაც მისაღებია. ლაშა, შენგან დავიწყებ ამჯერად. აი შემადგენლობის ხრივ წეგან ვახსენეთ, რომ მეტნაკლებად ოპტიმალურ ფორმაში ჩამოვიდნენ, გოლებიც გაიტანეს ამ უქმეებზე ბიჭებმა. შენ როგორ ხედავ, სად არის შემადგენლობის ხრივ ჩვენი პლუსი ბელარუსებთან მიმართებაში, რაშია უпростоრად ჩვენი პლუსი და რის ხარჯზე შეგვიძლია სტადიონი გამოვიცხოთ უკვე რომ თბილისში თამაშობ. უიჩა კვარაცხელიათი დავიწყებ პირველ რიგში, ჩრდილო მაკედონიასთან ბოლო თამაში ის ფლანგს ცვლიდა თუ დააკვირდით, მეორე ტაიმში გადაინაცვლა მარცხენა ფლანგზე და მეც ვფიქრობ რომ ამ შეხვედრაშიც რაღაც მონაკვეთში ის გადაინაცვლებს თავის ფლანგზე. რაც შეეხება შემადგენლობას, თუ არ ჩავთვლით ბუდუზი ვზივაძეს, რომელიც შედარებით, ანუ სხვებთან შედარებით ნაკრებში ვერ მოხვედრილებს გულისხმობ, უკეთ თამაშობს და არ არის ნაკრებში, სხვა ფეხბურთელები პრინციპში გამორჩეულები ვინ შეიძლებოდა ვაისის განკარგულებაშია. ზოგადად ის თემა რომ ვიღაც გვაკლდება მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ეს არ ახალია. საქართველოს ნაკრები რაც არსებობს, სულ გვაკლდებოდა გამორჩეული ფეხბურთელები, ვიღაცის იმედი ჰქონდა და სულ ბოლო მომენტში ტრაუმა უშლიდა ხელს. არაერთი და ორი. კი ბატონო, და ამიტომ ჩაკვეტაძის ამბავი გულდასაწყვეტია, მაგრამ მოსალოდნელი იყო გულახდელად რომ თქვა. რაც შეეხება ჩვენ შესაძლო უპირატესობებს, მე მაინც მგონია რომ ეს არის დაცვის ხაზი პირველ რიგში საქართველოს ნაკრების. ბოლო შეხვედრებში მაგალითად თვლი რომ ძალიან კვირკველია, ძალიან კარგად დგას იგივე კაკაბაძე. მარცხენა ფლანგია შედარებით, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დაცვის მარცხენა ფლანგი. კანკავა მე მგონია რომ ძალიან გამორჩეული მოთამაშეა და ამ შეხვედრაშიც თავის მაქსიმუმს გააკეთებს და გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და უპირატესობას ვხედავ იმ კვარაცხელიას და მისი დარი ფეხბურთელების უეცარ აფეთქებებში, რაც ბელარუსის ნაკრებს არ ახასიათებს და მათთვის შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი. პრობლემების მომტანი. კი ბატონო, გიორგი ლაშამ ძალიან სწორად და დეტალურად განიხილა ჩვენი გუნდის დღევანდელი შემადგენლობა. მე დავამატებდი, ну, პირველ რიგში რა თქმა უნდა იმას ვიტყვი, რომ ჩაკვეტაძე დღეს არის ის ფეხბურთელი, პირველ რიგში მაინც გამოყოფდი, ვინც ყველაზე მეტად არის ქართულ ხასიათში და როგორი ფეხბურთელების გამოც უყვართ საერთოდ ჩვენში ფეხბურთი. და ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ გიორგი ჩაკვეტაძე არ გვეყოლება ამ მნიშვნელოვანი თამაშის, მოკლედ არ გვექნება მისი იმედი. თან ის აღსანიშნავია რომ ფაქტიურად იჯგუფური ეტაპი გიორგი ჩაკვეტაძის წარმატებულმა და კარგმა თამაშმა, ასე ვთქვათ, მისი დამსახურება დიდი წვლილია. გაგვიყვანა ფაქტიურად ჯგუფიდან და დანარჩენი უკვე ხა კარგია რომ ხუჩა არის საუკეთესო ფორმაში და მასაც აქვს ეს ინდივიდუალური თვისებები ძალიან კარგი, თუმცა მე ვიტყოდი რომ
მაინც ხვიჩას ცოტა კიდე მეტი ჭირდება დახვეწა თუნდაც პასის კუთხით. ცოტა მეტად ჭირდება რომ იმუშაოს სხვაზეც და არ მხოლოდ ინდივიდუალურ შესრულებას. ასაკიც რა თქმა უნდა. თუმცა კი ვნახეთ რომ პასიც არ დაეწუნება, როგორი პასი გავაკეთა გოლის მომენტში. მოცემულ მომენტში მე მგონია რომ ის საუკეთესო ქართული ფეხბურთი. კი ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ რომ მართლა საუკეთესო ვინც ფორმაშია. რაც შეეხება ზოგადად მოდი ესე ჩამოვყალიბდეთ ქართული ფეხბურთის პლუსი რაც არის ეს არის ინდივიდუალიზმი, ეს არის ტექნიკური არსენალი და მე იმედი მაქვს რომ სწორედ აი ამ კუთხით გამოვირჩევით და დღესაც ბელარუსებს ალბათ რისაც უნდა ეშინოდეთ, მთავარი ალბათ ჩვენი ინდივიდუალიზმია და მე მჯერა რომ მთლიანობაში ყველაფერი ის პროფესიონალიზმიც რომელიც ჩვენ ფეხბურთელებს გააჩნიათ უკვე ყველა ასე თუ ისე გამოცდილია, ყველა კარგუნში თამაშობს, ყველას აქვს სათამაშო პრაქტიკა უკვე შეგვიძლია ესეც ვთქვათ, ადრე იყო პრობლემები რომ ყავდნენ ფეხბურთელები, თუმცა ძალიან განიცდიდნენ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას. მოვუახლოვეს სიწარსულის ამბებს ყვებით, თორე ხა ადრე სამწუხაროდ ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავდნენ, თუმცა ესეთი შანსი არ მოგცემია, ანუ შესაბამისად არ იყო მსგავსი ფორმატი შეჯიბრების, თორე დარწმუნებული ვარ საქართველოს ნაკრებს გაცილებით უფრო სხვა ჯგუფებიდანაც, არა თუ დ ჯგუფიდან შეეძლო გაცილებით, მაგრამ ბ ჯგუფიდან შეიძლებოდა გავსულიყავით. ნუ თაობები ყავდა ფანტასტიკური და შეტევაში რაც დღეს დეფიციტი გვაქვს და არ ყავს კვალიფიციური დამგვირგვინებელი, ლაშამ ბუდუ ახსენა ზივზივაძე და დღესდღეობით სწორად ბუდუ, კაჭარავა, იგივე ქვილითაია ითვლებიან ნაკრების, ლობჯანიძეც, ასე ვთქვათ, თვალსაწიერში ვაისის, რომლებიც არიან სწორად ცენტრალური თავდასხმები, თუმცა მე, რა ვიცი, მაპატიონ ამ ბიჭებმა, იგივე შოთა არველაძეს, იგივე ჯანაშიას, იგივე აჩის, ეხლა ნუ იმ პერიოდის თავდასხმელებს გესბაია თუნდაც შეიძლება ალექსანდრე იაშვილი და ემეტრად. რა თქმა უნდა, ხო, ნუ აი მათთან მაპატიონმა რა ახლოს ვერ დავაყენებ და ვთვლი რომ ჩვენი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კოზირი რაც იყო სწორედ დამგვირგვინებელი, რაც დღეს იქცა პირიქით, ანუ უკანა ხაზი უფრო ძლიერი ყავს და კვალიფიცირებული ვიდრე წინა ხაზი. თუმცა შემტევები, გიორგი მინდა გითხრა, რომ შემტევები ისეთი რომელიც შენ ახსენე ინდივიდუალისტები საკმაოდ არიან გუნდში ხომ, იგივე ყაზაიშვილი ავიღოთ, ოქრიაშვილი ავიღოთ, კიტაიშვილი, იგივე ზურიკო ხო, რომელიც სამწუხაროდ ვერ არის ამ შეკრებაზე ჯანმრთელობა. კი, უბრალოდ მე შევადარე იმ თაობის ბიჭებს ჩემი შეხედულებით, რა თქმა უნდა, ისე როგორ ამ ბიჭებსაც ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, თამაშები გვინახავს მათი შესრულებით, როგორც გუნდში, ასევე ნაკრებში და მათი რა თქმა უნდა გვეიმედება და სწორედ მაგაზე ვამბობდი, რომ მათი ინდივიდუალიზმის წყალობით მე ვთვლი, რომ დღეს ჩვენ დავამარცხებთ დღეს ბელარუსს და შემდეგ რა თქმა უნდა ვინც იქნება. ერთი ესეთი გარკვეული რაღაც თითქოს ჩემთვის ტენდენცია დავიჭირე ჩამოყალიბებული გულშემატკივრებში და არა მარტო გულშემატკივრებში, მათ შორის ჟურნალისტებში, ჩვენს კოლეგებში და სპეციალისტებშიც, რომ როგორც კი გამოჩნდება რომელიმე ახალგაზრდა თინეიჯერი, მოდი ესე ვთქვათ, ფეხბურთელი იმედის მომცემი, ხომ? 2000-იანი წლებიდან იქით რო აღარ წავიდეთ რომ დავიწყოთ, მასზე იწყება ოცნების კოშკების აგება და უზარმაზარი პასუხისგებლობის აკიდება, რომ ნაკრები თურმე ამ ბიჭმა უნდა გაიყვანოს, ასე ვთქვათ, სადღაც, ნუ არა აქვს მნიშვნელობა, მოაგებინოს თამაში, ჯგუფური ეტაპი დააძლევინოს და ასე შემდეგ. რომ დავიწყოთ ლევან ჭედლიძისა და ყენიას თაობიდან თუნდაც ხო, იმ პერიოდიდან ყველა გარკვეულ ციკლში, ყოველ მომდევნო ციკლში ასეთ ფეხბურთელის სახელდებოდა, ხო, იყო თქვათ ჭედლიძე, ყენია ვახსენე, შემდეგ ჩდებოდა ანანიძე, არაბიძე, რა ვიცი, ესე ძალიან პატარა ასაკის ფეხბურთელები, რომლებზეც იგივე თარგამაძე ავიღოთ თუნდაც, ხო? ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტია მაგალითად და აი რას ვამბობ, დავასრულებ ას რომ აი ასეთ პატარა ასაკში, როდესაც მის გვერდით უკვე მოწიფული ასაკის ფეხბურთელები თამაშობენ, მაინდა-მაინც ამ ბიჭებზე აქცენტის გაკეთება, თუნდაც იტალიასთან გავიხსენოთ, ანანიძე პირველად შემოიყვანეს და მთელ სტადიონს უნდოდა რომ იტალიისთვის მოეგო მარტო ანანიძეს, ნუ ეხლა ცოტა ისეთი არასერიოზული მიდგომაა. ეს ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ ზოგადად ძალიან მოთხოვნილება გვაქვს გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს გნებავთ მოთამაშის, რომელიც გამოირჩევა ტექნიკით, ფანტაზიით, შემოქმედებით, დაგვირგვინებით. ან გვაკლია ახლა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში ესეთი მოთამაშეები ძალიან გვაკლდა, იყო ჩავარდნები წლების განმავლობაში. თქვენ ვინ ჩამოთვალეთ? ყენია, ჭედლიძე, ანანიძე, არაბიძე ძალიან კარგად იწყებდნენ პატარა ასაკობრივ ნაკრებში. და მათთან ერთად უნდა ვახსენო სანდრო იაშვილი, თბილისის დინამოს ლიდერი იყო და ძალიან მაგარი მონაცემების მქონე ფორვარდი. 2007 წელს მე მგონი პროფესიული ფეხბურთის ლიგის დაჯილდოებაზე შოთა არველაძე მას შემცვალეს სანდრო მემკვიდრე უწოდა.
მაგრამ ისე მოხდა რომ სანდრომ არათუ შოთა არველაძის გზა ვერ გააგრძელა ზოგადად ფეხბურთსაც თავი დაანება რაც ჩემთვის როგორც შემატკივრისთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო. ეხლაც იგივე სიტუაციაა პრინციპში ხვიჩა ძალიან დიდი იმედები უკავშირდება იგივე ზურაბ დავითაშვილს გიორგი ჩაკვეტაძეს თავისთავად და ეხლა მოვერიდები ზოგადად იმის თქმა რომ ქართული ფეხბურთის მომავალი მხოლოდ ამ ბიჭებზეა დამოკიდებული მაგრამ მათ უნდა ვთქვა რომ მათ ყველანაირი შესაძლებლობა აქვს საიმისოთ რომ საქართველოს ნაკრების ლიდერებად იქცნენ მომდევნო 10-12 წლის განმავლობაში და ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრონ. მათ ანუ ცოდნა აქვთ, ჯანმრთელობა აქვთ, ტექნიკა აქვთ. ფეხბურთელს რაც ჭირდება, პრინციპში ყველა მახასიათებელი აქვთ და ახლა თვითონ მათაც არის დამოკიდებული შრომა არის საჭირო. თუმცა ერთი დიდი პრობლემა რაც ჩვენს ფეხბურთელებს განსაკუთრებით ინდივიდუალისტებს და ასე ვთქვათ ნიჭიერ ფეხბურთელებს და ასე ვთქვათ მონაცემების მქონე ფეხბურთელებს ახასიათებს საოცარი მიდრეკილება ტრავმებისადმი, რომლებიც ანუ არ ვიცი თვიდან თვემდე ღებულობენ უმძიმეს ხშირ შემთხვევებში ტრავმებს და ბოლო მაგალითად უნდა ჭაკუეთას. მე მაინც მგონია რომ ან არასწორი ვარჯიშის შედეგი აი მაგით მყავდა საუბარი. უდისციპლინების. ორივე მომენტი რა თქმა უნდა მისაღებია და დასაშვებია და გასათვალისწინებელი შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი ის გამო არის ეს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო მან თავის დროზე ბელგიაში და ასეთი ოპერაციების ტრავმების შემდეგ უჭირთ ხოლმე ფეხბურთელებს. იქ ზოგადად მე ვთვლი რომ პირიქით მათ ბელგიელებმა დაუშვეს შესტომა როდესაც შესაძლოა ბოლომდე გამოჯამრთელებული ფეხბურთელი და დატვირთებული. და ბევრი არის ესეთი მაგალითი, თუმცა ამაზე და სხვა საკითხებზე საუბარს ჩვენ რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ, სულ რამდენიმე წუთით გავალთ სარეკლამო პაუზაზე და ძალიან მალე დაბრუნდებით დაგველოდებით. ყოველ ხუთშაბათს 15 საათზე და 10 წუთზე რადიო ჯორჯიან ტაიმსის ეთერში სპორტული ток-შოუს დამატებითი დრო. რადიო ჯორჯიან ტაიმსი FM 92 და 3 ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. კავკასიის ავტოიმპორტი. ყველაზე მსხვილი ამერიკული ავტოაუქციონის კოპარტის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიისა და უკრაინის ბაზრებზე. 16 წლის მანძილზე 200,000-ზე მეტი შესყიდული ავტომობილი და კმაყოფილი მომხმარებელი. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ და ჩამოიყვანოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. დისტანციურად შეამოწმოთ ავტომობილი. მიიღოთ გამოცდილი ექსპერტების დასკვნები, გარანტია ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და გრძელვადიანი დაფინანსება. ეს ყველაფერი იმის გარანტია, რომ თქვენი ავტომობილი საბაზროზე 60%-მდე ნაკლები დაჯდება. კავკასიის ავტოიმპორტი, თქვენი კომფორტის გარანტი. თუ ავერსის მტრედი ბარათი გაქვთ, ნუ დაელოდებით ფასდაკლების დღეს. აირჩიეთ ავერსის აფთიაქებში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 10 მედიკამენტი. განათავსეთ პირად სააფთიაქო თაროზე და ისარგებლეთ ყოველდღე ყველაზე დიდი ფასდაკლებით. ავერსი, ევროპული მედიკამენტები ყველაზე იაფად. ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი გთავაზობთ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მომსახურებას, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, ზოგადი ქირურგია, პროქტოლოგია, რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, მეანგინეკოლოგია, კარდიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია და ნეიროქირურგია. ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის პროფესიონალი სპეციალისტები ასევე ჩაგიტარებენ ამბულატორიულ კონსულტაციას და სრულ ლაბორატორიულ კვლევას. მისამართი: თბილისი, მუხიანი გობრონიძის 27, მუხიანის ეკლესიასთან. ტელეფონი 591 540 500. ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თქვენთვის. კომპანია ჯიოსი გთავაზობს სრულყოფილ კომფორტს, კომერციული, ინდუსტრიული და საოფისე შენობების გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ელექტროობა, წყალგაყვანილობა. ჯიოსი, პროფესიონალი ტექნიკური გუნდი მუდამ თქვენს სამსახურში. ტელეფონი 599 37 217 599 37 217. ვებგვერდი jios.gr. ფიშმარკეტი გთავაზობთ გაუყინავი თევზეულის ფართო ასორტიმენტს, თევზის დამუშავების მიწოდებისა და თევზეულის შეწვის სერვის. თევზის ბაზარი გთავაზობთ გამრჩეული იტალიური ღვინოების ფართო ასორტიმენტს. ონლაინ შეკვეთისთვის ეწვიეთ ინტერნეტ მაღაზიას fishmarket.gr ან ეწვიეთ თევზის ბაზარს მისამართზე, დიღმის მასივი ბელიაშვილის 27 ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 2202 რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. პროფესიის არჩევა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
ვართ თუ არა იქ, სადაც უნდა ვიყოთ. რამდენად სწორია ჩვენი პროფესიული არჩევანი. ყოველ სამშაბათს 15 საათსა და 10 წუთზე რადიო Georgian Times-ის ეთერში წარმატებული ადამიანების საკუთარი პროფესიისა და გამოცდილების შესახებ მოგვიყვებიან. გადაცემა 10 კითხვა პროფესიაზე. გადაცემის გენერალური სპონსორია ავეჯის სახლი ნიტა. მოვლენების რეალური შეფასება, გლობალური პოლიტიკის გამოწვევები, გავლენების საქართველოსა და მსოფლიოში. რადიო Georgian Times-ი გთავაზობთ პირდაპირ დიალოგს ცნობილ ადამიანებთან საქართველოდან და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. გაიგეთ, რა ხდება მსოფლიოში და როგორია რეალური პოლიტიკა. ყოველ ხუთშაბათს 17 საათსა და 10 წუთზე რადიო Georgian Times-ის ეთერში რეალური პოლიტიკა მალხას გულაშვილთან ერთად. რადიო Georgian Times-ის დროით საქართველოში 15 საათი და 30 წუთია. ყოველ ხუთშაბათს 15 საათსა და 10 წუთზე რადიო Georgian Times-ის ეთერში სპორტული ток-შოუს დამატებითი დრო. რადიო Georgian Times-ი FM 92 და 3 ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, ძვირფასო რადიო მსმენელებო, საუბრობთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ფეხბურთზე, ქართულ ფეხბურთზე და ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე, რომელსაც ალბათ შეხსენებაც არ გჭირდება თუ რა მნიშვნელოვანი მატჩი ელის დღეს ბელარუსის ნაკრებთან და შევჩერდით იმ მომენტზე, რაც შეეხებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელების წინ წამოწევას ნაკრებში და მათზე პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, დაკისრებას და გიორგისთან მინდა რომ გაავრცელოს ეს აზრი და თქვა თავისი შეხედულება გამოთქვას. რამდენად სწორია ეს, თუნდაც ფსიქოლოგიური, თუნდაც მენტალური და მაგალითები გვაქვს, რომ ბევრის გზა ისე არ განვითარდა, როგორც მოულოდა ამას გულშემატკივარი. ზოგადად ეხლა მოდი ვთქვათ, რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა და თითოეული ასეთი მოთამაშის გამოჩენას უკვე განსაკუთრებული იმედით, განსაკუთრებული ვთქვათ, ესე ვთქვათ, ყურადღებით და გამადებელი შუშით უყურებ და მე შესაბამისად ეხლა საერთოდ ქართველი მაქსიმალისტებიც ვარ და მე მახსოვს 90 წელი 13-14 წელი ხო პირველი შესარჩევი ციკლში ჩაერთო საქართველოს ნაკრები, გერმანია ყავდა, ბულგარეთი და ეხლა უელსი და ჯგუფიდან გასვლა გვინდოდა. ხო, გასვლა კი ვითვლით რომ მე იყო გერმანია, იტალია, ინგლისი ყავდა შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე და ესე ვაფასებდით რომ იტალიელებთან აგერ ნაპოლის მოუგეთ, იქ ინტერთან პლუსში ვართ რაღაც და იქ ინგლისელებთან ვესტჰემი დავიწყოთ ლივერპული და ზოგადად ჩვენ ვია რომ ვითხოვთ მაქსიმუმს, ხო და იგივე ეხეს ფეხბურთელის გამოჩნდა ნიჭიერი ბიჭი, ჩვენ ჩავთვალეთ რომ უკვე მას შეუძლია რომ ეს დიდი მისიები გადაწყვიტოს და ზოგადად ალბათ მე ვთვლი რომ პირველ რიგში ფსიქოლოგიურ წნეხს უქმნით მას, მაგრამ რა ვქნათ ეხლა ჩვენ კიდევ პატარაერი ვართ, ძალიან მალე და მაგრად გვინდა რომ ის ძველი დიდება, ძველი წარმატებები ზეიმოთ აი თქვენთან გადის კიდევაც მონიტორზე დიდი გამარჯვების კადრები ვიტალი არასერიას ბწყინვალი და უნიშნულოვანესი გოლი და მონატრებულია ხალხი ჯერ კიდევ ვისაც ახსოვს სტადიონიდან, ტელევიზიიდან ის დიდი სიხარული გვინდა და სწორედ ვიტალი დარასელიას ველოდებით, დათო ყიფიანს ველოდებით, მესხს ველოდებით, მეტრეველას და მისთანა ლეგენდებს ველოდებით და იმედია რომ გაამართლებს, გამოჩნდება, თუნდაც დღევანდელი თაობიდან იქნებიან ეს ბიჭები, ის იმედის გამართლებლები, რომლებიც აი ასე მოენატრა ხალხს და უკვე 30 წელი გავიდა და კი რა თქმა უნდა ითამაშეს დიდი ფეხბურთი, კალაძე გაგვახარა თავის წარმატებებით, კინკლაძე მისი ნიჭით, შოთა არველაძე მისი ლამაზი გოლებით, ეხა სხვებს აღარ ჩამოთვლით, მოეწყინებათ, მაგრამ მე ვთვლი რომ ის დიდი და მთავარი მისია, რასაც საქართველოს ნაკრების ასე ვთქვათ, ლიდერობა და მისი თაოსნობით გუნდის დიდ ფორუმზე თამაში და იქაც ასე ვთქვათ, გარკვეული წარმატებების მიღწევა, ხა მე არ ვიტყვი მხოლოდ გასვლა და მონაწილეობა დაგვაკმაყოფილებს თქო, იქაც უნდა ჩვენი სიტყვა ვთქვათ და უნდა ავალაპარაკოთ მთელი ევროპა და მსოფლიო. მე ვფიქრობ და მე ვთვლი და იმედი მაქვს, რომ სწორედ აი ამ თაობიდან ეს ბიჭები შეძლებენ ყველაფერს და მიუხედავად თანგიო ისეთი შანსია ეხლა რომ მე არ მინდა ეხლა პესიმისტურად გამომივიდეს რომ ასეთი შანსი კიდევ როდის იქნება ცოტა ძნელი სავარაუდოა მიუხედავად იმისა რომ ერთა ლიგაში ეხლა რა ჯგუფშიც ვართ არც იქ არის თქვა ძალიან ისეთი გრანდი მეტოქეები და იქაც შეიძლება მაგრამ უფრო ჩახლართული გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე ამიტომ ვამბობ რომ ეს ეხლა ისეთი შანსია რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია ერთი ფაქტი მინდა ესეთი კიდე აღვნიშნო გუშინდელ პრესკონფერენციაზე უკვე ბელარუსის ნაკრების თავმჯდომარემა ადგა და საქართველოს ნაკრები ალბანეთს შეადარა და ახლობით ერთ და იგივე დონის გუნდი ეხლა იმ გადმოსახედიდან რა ჩვენ კადრებზე ახსენე
აკინე შენ და არასელია ყიფიანი და ასე შემდეგ ფეხბურთელები ჩამოთვალე შეიძლება გვეწყინოს კიდევაც ხომ რომ რა სიამაყის გზნობა გვაქვს რა თქმა უნდა ტრადიციები გამო სად იყო ალბანეთი თქვა ჩვენთან რო ბურთი მიგორდებოდა უმაღლეს დონეზე მაგრამ მეორეს მხრივ რეალობიდან გამომდინარე იყო ეს სიტყვები ნათქვამი და ამ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიას ავიღებთ ალბანეთმა გაგვასწრო რა მხრივ ვითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და არც იქ შეურცხვენია თავი ეხლა შენ ახსენე რომ ისე ვითამაშოთ რომ იქაც არ ვიყოთ მაჩანჩალები ხო არ შეურცხვენია თავი და პლუს ამას ისტორიულად რასაც ვეთამაშებით ალბანეთის ნაკრებთან გავიხსენოთ რომელიმე მატჩი რომელიც ადვილად მოვიგეთ მე ვერ ვიხსენებ ეგეთ ამას ის კი არა წაგებულიცა გვაქვს და თუ მოგვიგია კბილების ხჭენით და ბრძოლით და ომით ხო კლუბო ალბანეთის ჩემპიონმა წელს მოუგო საკლუბო დონეზე მე თუმცა და არა მარტო წელს მოუგო ის კარგი დინამოც როდესაც ჩუშაკის ხელში იყო გვახსოვს ტირანასთან როგორ გავარდა დასანანად და კიდევ ის უკეთესი დინამო რო იყო და ერთი ნაბიჯი კი არა და მოკლედ ნახევარი ნაბიჯიო დააგდა ჩემპიონთა ლიგამდე ბილბაოსთან თამაშს ვიხსენებ სწორედ ლაჟნია შკოდერს შეხვდა ალბანეთის გუნდს და რომ არა ის ნუ არ ვიცი ხა მე როგორ იქნება თქვა შეცდომა ხო 1-0 მოუგეთ თბილისში და იქ მოკლედ ჩავედით 3-0 უპირატესობით იმიტომ რომ ნუ იყო იქ რაღაც ფეხბურთელი რომელიც არ იყო განაცხადში ეს რო არ ყოფილიყო და არ ვიცი ხა ფსიქოლოგიური განწყობით როგორ იქნებოდა მე ბიჭები და უფრო მოინდომდნენ თუ არა ამ 3-0-ის მერე მე ვთვლი რომ შეიცხვინეს თავი იქ და ბატონო ასე რომ ხო აი საით მიყავდა საუბარი რომ ასე რომ კი ჩვენი თქვა საფეხბურთო სიამაყე ერთია მაგრამ რეალობა მეორეა ხომ და ალბათ შეაფასა თუნდაც შედეგიდან გამომდინარე თუნდაც ხა ალბანეთი შეიძლება ამ შესარჩევ ციკლში მაინდა-მაინც ვერ ყოჩაღობს მაგრამ არც უიმედო აუტსაიდერი ისეთი თქვა როგორც სან მარინო ან გიბრალტარი ეგეთი გუნდი ნამდვილად არ არის და ის კი არა გრანდებსაც უწევს დიდ წინააღმდეგობას რა მინდა თემა ეხლა რაზე გავაგრძელოთ რომ ჩვენ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ და მათთან მუშაობაზე და ფსიქოლოგის თემას წამოჭერით. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სპეციალისტის გნებავთ საკლუბო დონეზე კლუბებში ყოფნა, გნებავთ სანაკრებო დონეზე მიმაგრება, თუ შეიძლება ასე ფეხბურთელებისთვის უბრალოდ მე ერთ ვიტყვი რომ ძალიან ბევრ დიდ სპეციალისტს გვარებს არ ჩამოვთვლი ახლა დაწყებული იგივე ფერგიუსონიდან და გაგრძელებული მაურინიოთი ასე შემდეგ, არსენ ვენგერით ყველა სწავდა ასეთი სპეციალისტი, რომლებიც ინდივიდუალურად და არა გუნდურად მუშაობდნენ ფეხბურთელებთან და გავიხსენე კიდევაც რომ თემურ კეცბაიას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მართლაც ესეთი გამორჩეული და თავისებური სპეციალისტია. როდესაც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, როდესაც იგი ნაკრების თავმჯდომარე იყო, კითხე რომ მეთქი ხომ არ თulit რომ საჭიროა იყოს გუნდში კარგი ფსიქოლოგი, ასე თქვა ცოტა ზერელეთ უპასუხა რომ მაიცადე თამაში მაქვს მოსაგები და ეს მაგ გასაკეთებელი, ის მაგ გასაკეთებელი და რა დროს ფსიქოლოგია, მე ვარ ფსიქოლოგი, მე ვარ ყველაფერი და აი ასეთი მიდგომა იყო ყოველ შემთხვევაში და როგორც ხედავ არც დღეს არის, ხო? არ ჩვენ კლუბებში და არც ნაკრებში ასეთი სპეციალისტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი სპეციალისტის როლი მნიშვნელოვანია, საჭიროა თუ არა? მით უმეტეს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მატჩები გაქვს წინ. ერთ მნიშვნელოვნად მე ვთვლი რომ დამენახმებით ყველა რომ ეს არის აუცილებელი და მიღებული პრაქტიკა წეგამ საუბრობთ კიდევაც და ზოგადად მე ვთვლი რომ იგივე ახალგაზრდა პერიოდში თუ გავიხსენეთ ახალგაზრდა თავადაც გახლდათ უდიდესი ფსიქოლოგი იმასთან ერთად რომ იყო ზოგადად ფეხბურთის მცოდნე ხო და პიროვნება იყო პირადად ძლიერი ეხლა რაზე ლაპარაკი რომ ფეხბურთი დღეს მით უმეტეს ხო ეხლა არ არის მხოლოდ ვთქვათ ფინტი და არ არის მხოლოდ რაღაცა კომპლექსურია ეს რა თქმა უნდა არის უდიდესი სამეცნიერო ნაშრომი საბოლოო ჯამში დადებული და ფსიქოლოგი რო უნდა ყავდეს დღეს ეხა გუნდს ეს არის მე მგონი რომ 2-2 4 იმიტომ რომ თუნდაც აგერ ეხა თბილისის დინამოს მარცხი ფარებთან გავიხსენოთ ეს იყო გუნდის არას ეხა მე ვერ დამაჯერებს რომ ასვალზე გვეთამაშა სულ რეზინის ბურთით გვეთამაშა იმ ასე ვთქვათ არაპროფესიონალურად თუნდაც ეხა როგორ უნდა მოგიგოს ვთქვათ დამაჯერებლად მე არ ვიცახ იმას რომ 6 გოლი გავუშვით ეხა ის ერთმატჩიანი მომენტის ისიც იყო რა ქვია თემა რომ ერთ თამაში უნდათ შემოებრუნოთ უკვე იქ აღარ იყოს საშინაო თამაშის იმედი და პირველივე შეხვედრაში თუ არ შეძლებდნენ გამარჯვებას ხო უკვე აზრი აღარ ქონდათ ახლა 3-1 წააგებდნენ თუ თქვათ 2-1 იქნებოდა მაგას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა და ამის გამო თქვათ გუნდმა დაკარგა უკან კონცენტრაცია თუმცა მე მომობხე ფსიქოლოგიური მომზადება გუნდს აშკარად ჭირდებოდა იმიტომ რომ ჩავიდნენ ალბათ ჩემი აზრით ძალიან ზერელად მიდგომით რომ რა თქმა უნდა ახლა მეცხოვრე არც უმაგისობა იქნებოდა დარწმუნებული და ზოგადად რა თქმა უნდა ეხლა ფსიქოლოგიური მომზადება მარტო სანაკრებო და საკლუბო დონეზე ნებისმიერ გუნდს უნდა ყავდეს თუ არ ყავს თვითონ წვრთნელი რომელსაც აქვს ამ კუთხით განათლება მიღებული ეხლა რა გახდა ხო დღეს მე მგონი ყველას ჭირდება თვითონ ფსიქოლოგი ყველა ოჯახს ყავს ოჯახის ფსიქოლოგი გუნდს რო ყავდეს ეხლა ერთი კარგი ფსიქოლოგი ჩემი აზრით უბრიანი იქნება. მე მგონი დეფიციტიც არ არის ამ ქვეყანაში. ნონდა ახალკაცი ახსენა და
ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი 5 წელიწადი 76-91 ამ ადამიანის სახელს უკავშირდება, მის მიერ შექმნილ გუნდს უკავშირდება და ქართული ფეხბურთის ძველი თაობის გულშემატკივრებმა ძალიან კარგად იციან, რომ ნოდარ ახალკაცს სპეციალისტების ჯგუფი ყავდა, რომელთაც სთხოვდა თითოეული მოთამაშის დახასიათებას, ეს ცნობილი ფაქტია. ნოდარ ახალკაცის დღიურები ამ სახელით ყველა საქმეში ჩახედულმა გულშემატკივარმა იცის. სხვა საქმეა რომ ეს საჯარო არ გამხდარა არასდროს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ნოდარ ახალკაცს უშუალოდ თითოეულ მოთამაშეზე, პირველი გუნდის ფეხბურთელებზეც, სათადარიგოებზეც ძალიან ზუსტი და სწორი დახასიათება ჰქონდა ამ საქმის მცოდნეებისგან, მათ შორის ფსიქოლოგებისგანაც. და მას იმ წარმატებებში, რასაც მიაღწია, ეს ნაბიჯიც ძალიან დაეხმარა. სამწუხაროა რომ მას შემდეგ მსგავსი რამ ეს სხვა მწვრთნელებთან, სხვა ქართულ მწვრთნელებთან არ არის. ერთგვარი დოსიეები ქონდა. რა თქმა უნდა. უცხოეთშიც არიან ბევრი მწვრთნელები, ვინც მსგავს ნაბიჯებს დგავენ. ესეთი მონაცემები მათ ფეხბურთელების შესწავლაში ეხმარება, თუნდაც გუნდის მართვაში ეხმარება და შესაბამისად ისინი დადებით შედეგებს აღწევენ. რა თქმა უნდა, ბოდიში არიან ფეხბურთელები, ვისაც მართლა ჭირდება გარკვეულწილად ზოგს თქვათ სხვადასხვა მომენტების გამო, რა თქმა უნდა. ზოგს პირიქით შეიძლება რაღაც სხვა კუთხით ჭირდება დახმარება, რომ აი ხა მაგალითად რომ კეცბაი ახსენეთ თქვენ და კეცბაიას მე ვთვლი რომ კაკრას არ ჭირდება, ზუსტად არ ჭირდებოდა, აი კაკრას იმიტომაც კეცბაიას სტილში იყო კაკრას. ხო, ეს სიტყვა ბოდიში ვიხდი, მაგრამ აიც აი კეცბაიას რო უყარს ეს სიტყვა იყო და ესე იგი არ ჭირდებოდა მას. ჩემი აზრით ერთადერთი ფეხბურთელი თუ ვინმე უცებ შეიძლება გამახსენდეს არის კეცბაია, ვისაც მართლა არ ჭირდებოდა თამაშის წინ მომართვა, არ ჭირდებოდა დამოხტვა, ის იყო ყოველ თამაშზე. ის კი არა პირიქით ზედმეტად მოტივირებული იყო. მახსოვს კეცბაი უკვე ასაკში მისაბაძი მაგალითი იყო ნებისმიერი ახალ დამწყები თუ სხვა კარგი ფეხბურთელი. თითქმის 40 წელს მიღწეული. სულ იყო შემართებული, სულ იყო ბრძოლის ჟინცავსა და მე ვიტყვი რომ მის გუნდსაც თუ რაიმე დადებითი ახასიათებდა ბიჭები, მე ვთვლი რომ იბრძოდე ბოლომდე. კი ბატონო. ზოგადად ფეხბურთი გუნდური თამაშია და მე ვფიქრობ რომ აუცილებელი ერთი დაუშვათ თემურ კეცბაიას შესაძლოა არ საჭიროებდა, მაგრამ ზოგადად მოედანზე 11 ფეხბურთელი გადის და სხვები. რა თქმა უნდა. ძალიან ბევრჯერ ამის გამო გულდაწყვეტილიც ყოფილა თემური, მე მახსოვს თამაშები, როდესაც პარტნიორები სათანადოდ არ უბავდნენ მხარს და გიშგავდა ხოლმე ასე რომ თქვა. ასე იყო ხოლმე თუ გახსოვთ. კი ბატონო. და მოდი მწვრთნელზე რახან ჩამოვარდა საუბარი, დროც ბევრი აღარ რჩება, ძალიან მოკლედ შევაფასოთ ვლადიმერ ვაისი, მისი მოღვაწეობა ჩვენს ნაკრებში. და ასე ვთქვათ, ცოტა ჟურნალისტური თვალითაც დანახული პლუსი და მინუსი მის მუშაობაში, აი ეს ორი რას შეგან დავიწყე. მე ვფიქრობ, ყველაზე ძალიან რაც არ მომწონს, თუ შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი თუ არ იქნება, მე არ უწონებ მას ზედმეტ სიფრთხილეს. კი ბატონო. რამდენიმე თამაში შევამჩნიე, რომ ზედმეტ, ანუ გადამეტებულად უფრთხილს გოლის გაშვებას. ხშირად იწყებს დაცვითი ფეხბურთს, ძირითად შემოდგენლობას, როცა გადავხედავ ხოლმე შტაბეჭლები. მეორე ნომრად თამაში ასე ვთქვათ. კი ბატონო. და ამის თვალნათელი მაგალითია, ხა უცბად რაც მახსენდება, მოლდოვაში თამაში შესარჩევში. მე მახსოვს იმ თამაშზე ვიყავი იქ კიშინოვში და განაცხადი რომ მოიტანეს, რომ ჩავხედე 7 მოთამაშე იყო მეკარის გარდა, კი ბატონო. დაცვაზე ორიენტირებული 4 მცველი, 3 ჩამშლილი ნახევარმცველი. და ის თამაში, იმ თამაშის პირველი ტაიმი საქართველოს 0-2 წააგო. იქ პირველ გოლზე იყო საჯის უფეში შეცდომა, მაგრამ მამას თავი დავანებოთ. შეგნებულად თუ შემთხვევით, მოლდოვის ნაკრებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. ორი ბურთი დაწინაურდა და მეორე ტაიმში ვაისმა შეცვალა თამაში. ორი შემტევი ჩართო, მათ შორის გიორგი მერებაშვილი, რომელმაც ძალიან გაამწვავა ნაკრების თამაში და ის შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 2-2 დაასრულა. ხო, აი ამას გულისხმობ ზუსტად რომ ცოტა უფრო თამამი თუ იქნება გადაწყვეტილებებში შეტევაზე ორიენტირებული, ხო? მე მგონი რომ საქართველოს ნაკრებს უკეთესი შედეგი ექნება. აი მაგის მეშინია მე ზუსტად დღევანდელ მატჩში რომ იქიდან გამომდინარე რა მნიშვნელოვანი შეხვედრა არის და თქვათ პირველი გაშვებულის ფაქტორი და რაღაც აი ამან ფსიქოლოგიურად არის მოქმედოს ცუდად და არ განაწყოს ისე რომ გუნდი თქვათ მეორე მხრივ თუ არ შეუტია ვერ მოიგებ 7 რანაირად ხო ზედმეტი მგონია ყველაზე უკეთ რა თქმა უნდა ვლადიმერ ვაისმა იცის მაგრამ სხვათა შორის ის გამარჯვებების რაოდენობით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია თემურ კეცბაიას რეკორდი გააუმჯობესა და
რომ არა ეს სიფრთხილე რაც წინა თამაშებში შევამჩნია, მე ვფიქრობ მისი სტატისტიკა გაცილებით დამბეჭდავი იქნებოდა. ჩემთვის მაგალითად პირადად ძალიან გულდასაწყვეტი იყო, როდესაც ანდორასთან დავამთავრეთ ფრე-1-1 დანარჩენი გიბრალტართან გაჭირვებით მოგივიდა. ყველაფერი ვაპატიე დანარჩენი, მაგრამ აი ანდორასთან. უნდა ზეკე ბოლო თამაში გავიხსენოთ, კაცნაკულ მეტოქეს ვეთამაშებოდით. გაცილებით ადრე შეიძლება თავდასხმის პოტენციალის გაძლიერება. აი მაგას გულისხმობ ზუსტად რომ ანუ უფრთხის შეიძლება არც უფრთხის, მაგრამ აი ძალიან გვიან იღებს გადაწყვეტა და კიდევ რა არ მომწონს. შეცვლებს აკეთებს ძალიან კი, გვიან. შეცვლებს აგვიებს. მეოთხე წუთის შემდეგ აკეთებს ხოლმე, როცა ძალიან რთულია ანდროს რა ვინმე გადაწყვიტოს. ელემენტარულად თამაში ჩართვაც სჭირდება, ხო? ახლა მოდი ის არ გამოგვივიდეს ახლა ჩვენ ნუ გვად გავარდა ვაკრიტიკებს, რა. მასე მეტი გვესმისა. შეიძლება ახლა მოდი ავიღოთ იქიდან გამომდინარე რომ თვითონ აფასებს კონტინგენტის შესაძლებლობებს და რა ფეხბურთელებიც ყავს და რა შესაძლებლობების მოთამაშეებიც ყავს იმის მიხედვით არჩევს თქვა სათამაშო სტრატეგიას თუ ტაქტიკას. მოდი შეგიო, მაგრამ დღევანდელ მატჩზე და დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი რაც ყავს მას ხელთ ასე ვთქვათ კონტინგენტი ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ ახლა გინდა თუ არა დაცვაზე ორიენტირება. ახლა წეგან რაც მოხსენდა ლაშამრას თქვა იგივე, ეხლა როდესაც იგივე მოლდოვასთან თამაში იყო ხო, ახლა გამოყავს თქვა 7 ჩამშლელი და იგივე ახლა წინა თამაშზე ხო, ახლა მაკედონიასთან თამაშობდით, უკვე კაცით მეტი ვიყავით ხო, შეგვეძლო მომენტები. მოდი თავიდანვე ახლა ნახევარი საათი ვითამაშეთ რიცხობრივ უმეტესობაში. მაგრამ არაფერში არ გამოიხატა თითქმის. ბოლო მე-10 წუთზე გავაკეთეთ ის შეცვლა რომელიც უნდა გავაკეთებია, თუნდაც უკვე მე-60 წუთზე როდესაც აი ეს და იმედი მაქვს რომ მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დღეს დაცვაში არ ჩავждდებით ჩვენ. და იცით რა თამაში მოსაგებია რა, ეს ძირითადად დროში დამამტებით დროში პენალტების სერიაში მოსაგებია ეს თამაში. ერთსაც დავამატებ დიდი ბოდიში და რა არის მე მგონი ბევრჯერ თქმულა ხო ქართული აი იცით რა არის ქართული მენტალიტეტი და ქართული ფეხბურთის სტილი არის შემტევი ფეხბურთი, ლაღი ფეხბურთი და თვითონაც თავისი ესე ვთქვათ ის ცოდნის რესურსი რომ აი ამ კუთხით ცოტა აქით მოარგოს. ურიგო ნამდვილად არის. ცოტა აქით რომ მოარგოს და თლად ხოლმე იმაზე არის ფიქრობს რომ აი მოდი ჩემის პრაგმატული თამაშით ვითა არა. მე მგონი აჯობებს რომ ნაზავი გააკეთოს უფრო მეტი. მით უმეტეს მას ყავს დღეს ის მოთამაშეები, ვისაც შეუძლია კარგად შეტევა, საფრთხე შეტევა და ფანტაზიით შეტევა, მრავალფეროვნებით შეტევა. ანუ მე მგონი რომ ძირითადად შემადგენლობის არჩევისას ის ლოგიკურად უნდა მოიქცეს და უნდა ანუ შეტევაზე ორიენტირებული შემადგენლობა უნდა გამომწესოს. გუშინ კოლეგებთან საუბრობდით რომ იმედი დავიტოვეთ რომ სამი საყრდენით არ გამოვა დღევანდელ შეხვედრაში. ანუ საყრდენების წინ როგორც მინიმუმ ან კიტეიშვილი, ან ყაზაიშვილი, ან რა ვიცი ვინმეს დააყენებს, რომელიც იქნება ასე ვთქვათ რუსული ტერმინია ხო თავდანსპადავში თავდანსხმელის უკან მოთამაშე, რომელიც გაამწვავებს და ცოტა ფანტაზისტად იქნება რა თქმა უნდა. ნახოთ, დაველოდოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა და დასასრულისკენ მიდით, დაველოდოთ რა თქმა უნდა 8 საათს სულ მოუთმელად ველოდებით. ყველანი ერთად მართალია გულშემატკივრებს არ ძლევათ ტრიბუნებზე შესვლის და იქიდან ხარდაჭერის საშუალება, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ის დადებითი ენერგია და მუხტი ტელეეკრანებიდან იქნება, ქუჩიდან იქნება თუ კაფე-ბარებიდან თუ სადაც ვინ როგორ მიადევნებს თვალს ამ მატჩს, ეს ერთად შეიკრება ეს მუხტი და ენერგია და გადაეცემათ ჩვენ ბიჭებს, რომლებსაც რა თქმა უნდა გამარჯვებას, დამაჯერებელ გამარჯვებას წარმატებას უსურვებთ და თქვენს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს უსურვებთ საქართველოს აუცილებლად. ღმერთს მაქნას რომ ეს იმედები რომელიც დღეს ასე ვთქვათ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი გვაქვს საღამოს 10 საათისთვის იყოს რეალიზებული დღეს და შემდეგ რა თქმა უნდა შემდეგი თამაშისთვის ნებისმიერი მეტოქე რომელიც არ უნდა იყოს როგორც ჩვენი კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ექს-კაპიტანი წარსულში ზაზაკა ფაჩულია იტყოდა ხოლმე იმ თამაშის შემდეგ ვიფროთ შემდეგი გაჩერება არის ახლა ბელორუსი შემდეგი თუმცა დღევანდელ 10 საათზე ყველა იმედი მაქვს რომ შევხვდებით ბედნიერები მიულოცავთ დღევანდელ გამარჯვებას ამ ოპტიმისტურ ნოტაზე ძვირფასო რადიო მსმენელებო დავასრულებ ჩვენს დღევანდელ გადაცემას. დიდ მადლობას მოვახსენებ ჩემს კოლეგებს ლაშა გოდუაძეს და გიორგი გულბანს სტუმრობისთვის. ოპტიმისტურადაც ვისაუბრეთ პრინციპში, სათქმელი ვთქვით მეტნაკლებად, კიდევ ბევრი თქმა შეიძლება რა თქმა უნდა, თუმცა თავარია დღევანდელ მატჩში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა და შემდგომ კიდევ არაერთ გადაცემას დაუთმობთ და მიუძღვნით იმ თავარ მიზანს, რასაც ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. კარგად გრძანდებოდეთ, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.